ბოლო წლებში, კერძოდ 2021-2022 წლებში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით სამ უმნიშვნელოვანეს საქმეზე. ეს იყო A და B საქართველოს წინააღმდეგ, თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ და გაიდუკევიჩი საქართველოს წინააღმდეგ. A და B საქართველოს წინააღმდეგ ეს არის სალომე ჯორბენაძის საქმე, სახელს დაგვარს ვამბობ, იმიტომ რომ ეს გახმაურებული საქმეა და გვაქვს სალომეს დედის თანხმობა, რომ ვისაუბროთ ღიად ამ საკითხზე. ეხებოდა 2014 წელს პოლიციელის მიერ მისი ყოფილი მეუღლის 19 წლის სალომეს სამსახურებრივი საშტატო იარაღით მკვლელობას. ნიშანდობლივია ის, რომ სალომეს არაერთხელ ჰქონდა მიმართული სხვადასხვა ორგანოსთვის, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია და იგი ითხოვდა დახმარებას. იგი ამბობდა, რომ იგრძნობდა საფრთხეს თავისი ყოფილი მეუღლისგან, რომელიც ატარებდა იარაღს, იყო პოლიციელი და სახელმწიფოსგან ითხოვდა არსებული კანონმდებლობის გამოყენებას იმისათვის, რომ მისი უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული. სახელმწიფო ორგანოებმა მას დახმარება არ აღმოუჩინეს და 2014 წლის ივნისში ზესტაფონში სალომე ჯორბენაძე მისმა ყოფილმა მეუღლემ, მოქმედმა პოლიციელმა ერთ-ერთ პარკში მოკლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მკვლელობას ეხება ყოფილი მეუღლის მხრიდან და გაიდუკევიჩი საქართველოს წინააღმდეგ ეხება თვითმკვლელობამდე მიყვანას, როგორც ფემიციდის ფორმას და გაიდუკევიჩის საქმეში დაზარალებულს 17 ჯერ ჰქონდა პოლიციისთვის მიმართული. ეს იყო მიმართვების უპრეცედენტო რაოდენობა და ითხოვდა იგი შველას, თუმცა არანაირი ქმედითი ღონისძიება არ იქნა გამოყენებული მის დასაცავად. და ამ საქმეებში ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფომ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინა ხალხთა მკვლელობებით და თვითმკვლელობამდე მიყვანა, არამედ თავისი სისტემური უმოქმედობით მან ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა ხალხთა მიმართ ძალადობის წახალისებას. და შესაბამისად ამ საქმეებში სასამართლომ დაადგინა არა მხოლოდ სიცოცხლის უფლების დარღვევა, არამედ თქვა, რომ სახელმწიფომ ასევე ჩაიდინა დისკრიმინაცია ხალხთა წინააღმდეგ, იმის გამო, რომ ვერ მოახდინა პრევენცია ძალადობის აქტების და როდესაც ძალადობა მოხდა, ვერ მოახდინა ასევე სათანადო რეაგირება იმ პოლიციელთა და პროკურორთა მიმართ, რომლებმაც გამოიჩინეს უმოქმედობა.